დღევანდელ ვიდეოში თქვენთვის ნაცნობი გუნდები შევეჯიბრებით ერთმანეთს. შეჭიდება იქნება, რომელიც ტეტრისის არხიდან მოყოლებული ჩვენ შორის არის გაჩაღებული. არა, ამ ტეტრისიდან არა. ამ ტეტრისიდან. ბექად არ აბარებ. წინა ვიდეოზე იმდენი კომენტარი დაიწერა ტეტრისენ, რომ ცოტათი გული ამერია სიმაღლე გითხრათ. მაგრამ თქვენთვის არ დავიშურებ ცდილობას, რომ მოგცეთ ის, რაც თქვენ ნამდვილად გულით გსურთ. და ეს არის ჩემი არხის 100-ზე 100-სვლა, მეგობრებო. თაფ-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 თაფ არ დავიშუროთ ჩემი არხის გამოწერა, რადგან ძალიან ცოტა დამჭა და ვიცი, რომ ამ ვიდეოშივე აუსრულეთ პატარა რაბადას ამ ნადანტრ სურვილს. წესებს რაც შეეხება, იქნება 5 კატეგორია. უძრავი ქონება, მანქანა, ტექნიკა, ტანსაცმელი და აქსესუარი. რომელი გუნდის მოიგებს თითო კატეგორიაში, მათ ერთი ქულად დაეწერებათ. მადლობა რა ბარო, ეს მოგვიწვია, ზუმინდოდა დიდახზე მოხვედრილი ყავი და მადლობა. აქედან ეთერით ვისარგებლებ და მინდა მოვიკითხო დედა მამა რა. ბიძა. ამოიწვევით სამწუხაროდ მაპატიას. უკვე პირდაპირ ამოიქოქებით. საჭირო მართლა ბავშვები გიყურებენ რა ვიცი. და ბოზარო. თუ ეს ვიდეო 10000 ლაიქზე ავა, მე აუცილებლად მეორე ნაწილსაც გადავიღებ ამ ვიდეოსაც, როგორც სხვა სახეებით, იმიტომ რომ დავიღალე უკვე ამ ხალხით და რაღაცებზე შეიძლება დავფიქრდე მოკლედ, თქო არ ვიცი რაზე რა. ჩემი არხის გვერდში მდგომი სეტატა სპორტი ძალიან დიდი ხანია და მადლობას ვუხდი 30%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ და ძალიან იაფად შეგიძლიათ რომ თქვენ საყვარელ სპორტს უყურებთ და რა ვიცი აბა დავიწყოთ მოკლედ. ჩვენ გვაქვს არათანაბარი ძალები. ჩვენ გვიწევს ტაქსით მგზავრობა და დრო არ დაგვეკარგოს ბევრი წავალთ ვერად. Yes, მერაზე გავხარეთ. და მაგარი ბაითია და რა ვიხავ, მაგაზეჯერი საუნაიპოვნა. ჩვენ გვაქვს უპირატესობა რაღაცა თუ ახლოს იყო, შეგვიძლია ფეხით გადავიდეთ. ხო, მაგრამ ისინი მოჭვილი მანქანით მოძრაობენ შეგვიძლია. მე რომ ყავდეს ალფა რომეო ჯულია, მეც ვივლი და მანქანაში რომ დეკაკარი მოვიდეს. აი მოკლედ ხა მეორე კაცს ჩემს მაგაც რომელიც მუშაობს ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში. თოგარაშოვი მისმინდა შენსკენ გამოდივართ ეხა. მან ტექნიკაში შეგიძლია გამიგო ყველაზე ძვირიანი რა გაქვთ, აი ყველაზე ძვირიანი მაღაზიაში საერთოდ. მაღაზიაში ყველაზე ძვირიანი? რაც უდებთ ხო? რაც გიდევთ საერთოდ. ტელევიზორი იქნება ალბათ 20000-იანი რაღაც ეგრე. ხო, კაკრას. შეგიძლია ნახო არის თუ არა? ყიდვა გვინდა აგებიჭებს. გადაო? გადაო. ბარდა ნახე ადგილზე თუ არა, თუ არის რა. აი ნახოთ. კარგი. მიგითხავ და მოხდეთ. კარგი, მეტ. მე აქ ვერაფერს ვხედავ. ქუჩაზე ყოველ შემთხვევაში ვართ. აი ალბათ ეს არის. თუ ის რომელი? აი ის რო არის, წითელი კედლების აბით რო არის, აი. ეგ კერძო სახლია შენი აზრით? რატო არა ისა? აი ახლა მეგობრებო, აი ეგეთ. აი ამ შენობას ეძახის კერძო სახლს. ნახე როგორ უწერია ისა მისამართი გოგებაშვილის ქუჩა. ჩემი ეს არასდროს მე მგონი ამ საიტმა პროსტა ეს აშკარად გოგებაშვილის ქუჩაა. ეს აშკარად მაღალზეა ალბათ ჩემი აზრით უფრო. ალბათ იქით არის ალბათ. რავი, ვიაროთ, ხა, მაგიზე დავატირე. ბიჭო, იმას წინ არაფერი არ აქვს. დარწმუნებულები არიან, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე. ბიჭო, შენ დარწმუნებული ხარ, რომ სწორად გამოვიდა, ხე ტაქსი? კი, გოგებაშვილის ქუჩაზე ვართ გურამ. საუკეთესო ლოკაციაზე ქალაქის პანორამული ხედი. სად? აი ეგ სადაა პანორამა? დავისკამეთ. ასე რომ ახლა სხვაგან უნდა წავიდე. დედაში, ბეცაში. ეს რა ბრო, საუბრობაიტები რაში გვიდა საუბრობაიტები რა. სადღაც ზავყავ რა. ილიას ჰოტელი. ილჯას ჰოტელი. სადაა ის ილჯას ჰოტელი? მოკლედ ნახე 26 წუთი გავიდა ზუსტად რაც გზაში ვარ და ვიყოფებით სიტიმოლია. სიტიმოლი. შეჟარარი. აუ მანქანა გაატრიალე. აუ მოიცავთ რაღის გააჩნია რა. ხوار გავეკიდო. არა, გაგიდება არ მინდა. აუ რა მაგრამ მევასება. წამო გაგინა ვკითხო ეხავე. რომ მიხვიდე ძია რამდენი ისოვი მაგის არ მინდა მოიცავ. ვინმე თუ ისეთ კომენტარებში რამდენი ეგრებოდა ეგ კორვეტი რა და შანსი გაუშვით ხელი და რო ვიცოდეთ. აი ამ ქუჩაზე ვართ ახლა. ეს არის? ხო. ეს 3 მილიონი. გაძვირდა ცხოვრება თორე ამაში ვიგადაიხდი 750,000. რატო ჩამოვედით 750,000? გვინდა რომ ჯიგრულად გავაკეთოთ და არ მოვიტყოთ, თორე წავიდოდით წყნეთში და 7 მილიონიან სახლს ნახავდით, ხო? კი. მაგრამ ახლა რამეში მაინცო ჩაგვეთვალოს და დროშიც ჩავეტიოთ, გურჩამია ესე დავდგეთ და კოპწია, მაგრამ 750,000 დოლარიანი სახლი გავაწოთ. შენ გაქვს 750,000 დოლარი? არა მე. არც მე არ მაქვს. ასე რომ გადავიდეთ ბიჭებთან. რა ბარ? ჩინური არის? ეს რა ჩინურია მე მგონი. ზიკრია. ზიკრი არ ღირს ზიკრი ძვირი რა. რორამე 55 არა. კაი, რორამეს დავაფიქსიროთ. კაი, ერთი ვარიანტი ეს იყოს, თუ უფრო ძვირიანი ვერ გავჩნდეთ 55,000 დოლარიანი მანქანა არის. 33,500
და მე ფასაკლები თორბოთა. აი, წავედით. ახლა თავისუფლების მოედანზე ჩავალთ და მივallt კარტიერში. yes ჩვენ მივallt კარტიერში არ ვიცი რა არის მაგრამ მივallt ბიჭო, კარტიერი როგორ არის? აუ ბიჭო მე ხო იცი ვარკეთილები არ ვაქვს ჩვენ ეგეთი ფუფუნება კარტიერში თუ არ იყოს სამკაული ძვირი და სად უნდა იყოს? და მანდ კიდე რაღაც მაღაზია არის, რომელიც ChatGPT-ს კითხე და მითხრა რომ ძალიან ძვირიანი დასაცმელებიაო და ვენდობი. არ ჯანზე. აუმარჯო, საბა ყველაზე ისეთ ფასიანი რა გაქვთ მათ ჩვენ. ყიდველი მოვედი. დაპასი შეგვიძლია შემოგთავაზოთ. ყველაზე ისეთი ფასიანი მე რო დამაკმაყოფილოს, იმიტომ რომ მე მოკვდავების იმას არ მოვიხმარ პროდუქციას. ეს არის? სიძახი, ძმა, აგესიო. ფას დაახიქსირე, მოდი. ჯერ გული რო არ გაუსწრეთ. 30200 ლარი მეგობრებო. ამაზე ძვირიანი ტექნიკა არ ვიცი. მაყურებელი მოყვება თან თუ აი გამარჯობა. ანუ 18000-იანი საათი გავაწევი. ფასები არა წერია რა და არც გადაგვაღებინა. რაღაცები საწერია არჩი 10000 ლარი ნაკლები არაფერი არ არის 8000 რაღაც არის. რომელი? ეს ჩუმად გადაიღე ეს გვაქვს მოკლედ 8500 თითქმის. გამარჯობა. ცოტა ისეთ კითხვა მაქვს თქვენთან. ყველაზე ძვირიანი საერთოდ რა გაქვს მაღაზიაში? ბრილიანტები. ხო. დღეს გვაქვს 60% ფასტეკლები. შეიძლება მაჩვენოთ? ყელსაბამი, გაღირს? როკროში 42540. მეუღლეს რო ჩაუგდო, ხო არ იქნება პრობლემა? ვაუ. და არ იქნება გამოვიყოთ კიდე? არა, არ გინდათ. ასევე გვაქვს 21250 ლარია საყურე. იბატონ. ბეჭდებში შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი. ჩართულია ხა? მოდი, ვასაკე, მოდი. ზეო. ჩარტე. აუ, მეთქი მეუღლესთვის ყველაზე ისე საჩუქარი, მინდა მეთქი. ბოლოს უკვე ხალი ძალიან ვაწვალეთ და მეთქი. ქალა, თვის გიგმა შევასრულეთო ეგონა და ჩვენ აქ ტროლაუთ რაღაცას. მაგრამ სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ რომ კარგად მოგეცახა. არაჩვეულებრივი მომსახურება იყო მართლა. ბრავო. სტამ. ალბა, აღოჩ. იქ 12-ზე ზევს ჩანთა. აჰა. აი იქნებ უძურიანს ვახთ რა 53900. აი ეს იაფები. აკეჯენსია 2800 ლარი ჩემ ხელფასი. ერთი ცოტნი და გუნდიშას უნდა გადავუღოთ და მომონტაჟირო მე ეს მიკიდო. 43000 ღირდა ეგ რაღაც მოსასხამი. თელი ცხოვრება უნდა ვიმუშაო რომ მე ეგ ჩანთა ესე გვერდე დავიკიდე. ვაკეში უნდა გავიდეთ იმ სახლზე. თან საქმე იმაშია რომ არ ვიცით ზუსტი მისამართი. ქუჩა ვიცით მარტო აი ესე მოუჭუტო თვალები. ბეკას არ ჭირდება ისეას მოჭუდული აქვს რომ აი დავინახოთ რა რაღაცები. მეგობრებო, არა რასიზმს. კონსულტანტი მოვიდა და ვატარო Black Friday-ზე დავწყობა. არა Black Friday-ზე დავწყობა ბაზარი და ამ დროს ისინი ღირს რა ქვია 67000 ლარი ღირს რაღაცები და 20%-იანი ფასეკლება cashback. მეთქი აუ გავიაროთ იქ. ამას შეხედეთ. აი ამ ადამიანს ველაპარაკებ და ახლა ვნახე რა იყო. აი ეგ მეც რაღაცა ისე ვარ. წერა შევედით სამკაულებში და იმებში. ახლა ჩვენ გავართ უკან ვიცი. და თან გავიაროთ იგი დეზერტირებში. ძვირიანი სექცია არის ქალების, მაგრამ კაცებში ძვირიანი რა უნდა ნახო. უჭოლი? 1300 ლარი გეს ეს. 1300 ლარი. 1300 ლარიანი დასაცმელი რომე 1600. აბა. შემოხედე, გადავუღო ფოტო. დასაცმელი რა არის ამაზე ძვირიანი? წესით აქ ბენიმ უნდა გაიმარჯოს. მოკლედ არ ამგონია ახლა ამათმა 43000 ლარიანი მოსაცმელი გააძრონ. სამკაული 32000-იანი ან 22000-იანი. რავი ბრო. აი წავს გამოვედით მოვლიდან და ესეთი სიტუაცია. საგიჟეთია დედას ფიცაორ ეს დღეს რო შავი პარკი აი სატანისტური ისინი რომ მოიფიქრეს ბიჭო. დაურეკო ჩვენ მოდი. მაგათმა თუ ერთი ლოკაცია არ აირჩიეს, დავთავრებული ამბავია მაგათთვის ყველაფერი. რა შვები? რავი, ორი დაგვრჩა. ორი რა დარჩათ ჩვენ ორი შევასრულეთ ჯერ. ბიჭო არ ვიცი ჩვენ ცოტა გაგვიჭირდა თემა და რა ლოკაციაზე იარებთ ესე რომ ყველაფერი ლიკინი ბეჭა იტყუებიან გადავობენ მოჭელი ბორჩელები არიან ჩემი არ ვართ მორჩენილები კაც სახლი გვაქვს დარჩენილი და აჩენდიში ასურელო აფერის ტოჩებ ბიჭო რავი თუ არ გვეღადავები ჩვენს ლიკინით გავიარეთ საკაიფოდ სახლიც ანახეთ ბობას გავიცებ
დანში იყავით? აი ახლა თუ უთხარი სადმახე და მინიშნებას მოგცემთ პირველი სახლზე წავედით. ახლა წავედი, აბა თქვენიც. მე მგონია რომ მაგათმა დაარღვიეს რაღაცა და მან წააგებენ უეჭველი. სათემ დასაკეთე, $1,000 მაღაზიებში შევდივართ და გამოვიდა რა კოპტერში ვიყავით. შევიპარეთ და მატვით 4 იყო დრონი, რომელიც დღის ნახეთ. $11,600 დანელიასთან ჯიგართან. შეიძლება. თუ გაქვთ $11,000. თუ გაქვთ ღმერთმა 10 მაგი მოგცა. აი ხა რა კაცი ხარ. ეხლა მიდივართ ლამბორგინებში. მანდაც შევიდა. მომისმინეთ ეხა რა ხდება, ხო იცი ანუ ვამთავრებთ რა 6 საათი არის ბოლო დრო. და კამერას აჩვენეთ რომ ნამდვილად მაგ დროში ჩაეტიე. აი ახლა შენ დრო ანუ შენ ზიხარ რულთან, მე ტაქსი უნდა გამოვიძახო. არ ზივარ რულთან, ვინგეუნა რულთან ზივარ. ბიჭო მარტო ტაქსებში იმდენი დრო როლის დედეცი მე საჭესთან ზივარ. ზუსტად 6-ის ნახევარია. წესით დარიგით ვრჩებით. ანუ იქ რომ მივალთ, ეგრევე ნახულობთ მანქანას და всё, მორჩა. გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო 100,000-ზე ძალიან ცოტა მაკლია და ის ხო არა? მეცადე? ეგა? ხო? ეგ არის. დღეს ერთი პრემიუმში იმას სამას ერთი ქართველი ტაქსისტი არ შეგვხედრია. ნახევარი საათი ქონა დრო და ტიპმა მოსახვევი გამარჯვა. ყველამ რაღაცა ერთი პატარა ჩასახვევი იყო და ეგ აი ხა მაგალითად რომ ყოფილიყავით. ხო, აი რაბანას არ შეეშლებოდა ეგ. ამიტომ პლუსი არის, ეს კიდე იყო ვიღაცა და ხოაზე ხარ რა. სამწუხაროდ ლამბორგინი გაგვემართა რა. არ და რა ფასი იქნებოდა? ერთი აი $400,000 იქნებოდა. მეტია რა. მინიმუმს ვამბობ მე. აი ხა ამის გამო თუ წავაგე, რაღაცა აი რაღაც ასტიკი ყაზახი იყო ვიღაცა და აქედან მოგიკითხავ მთელი ოჯახით. აი იოფტვაიო. მეგობრებო, ალბათ იტყვით ახლა ეს ბინა რატო ღირსო, სახლი რატო ღირსო, 5 მილიონი, მაგრამ შუავაკეში ვარ. ხო ეს არის გუჭო. კი, ეს არის. ეს ღირს 5 მილიონი ბიჭო? ხა. რამე ვინმე ხო არ ცხოვრობდა აქ? განცხადებაში ეგრე უწერიათ და არ ვიცი მე ხა მე ამაში ეს ღირს მეგობრებო 4,800,000. აუ იმ მაკლერები ვიწეროთ. გავყიდოთ, კი, დავაი. მეგობრებო, ვისიცაა რომ მე დაგვიკავშირდეს და პატარა ის მოგცეს რა. გვაქვს 4 სართული. ნამდვილად. კი ბატონო. კი. ოთახების რაოდენობა არის 10, აქედან საძინებელი 6. 6. კი ბატონო. გვაქვს 3 სველი წერტილი. დიახ, შემოიწიეთ თუ შეიძლება. ვა. უკაცრავად. თქვენი ბინა? არა. არა, ისე გვაინტერესებდა უბრალოდ რა. ყიდით ჩვენ და. ხო იყიდება და ეხლა ჩვენ რეკლამას ვაკეთებთ რა. არა, ეს სახლი არ არის. აბა რომელია? აი ეს ის სახლია იქ. არა, ესეც იყიდება, კაცო. განცხადება დევს უკვე. ის დევს და ესეც დევს. კი, დევს. ვა, თქვენ გაიხარეთ, მადლობა ძალიან დიდი. აბა წარმატებებს გისურვებთ. აი. ვა, არიცოდა. ბიჭო, ეს თუ შედიას. ეს რანაირად იყიდე, აი. ძმოშ, ესე მოვიდა პროსა შეხედა. ხოდა ვიზა დავკეთია. ეს ღია თუ იყო, შევიდოდით, ნახავდით ჩვენც. შეგვიძლია შესვლა? არა, შიგნით არიან ხალხი. ცხოვრობს ხალხი. თქვენ ალბათ შინაური ხართ და მაგიტო всё, გაიხარეთ. აბა თქვენიც წარმატებებს გისურვებთ. აბა კარგად იყავთ. მე მეეჭვება რომ იმათმა რაღაცა საოცრება არა ამაზე ძვირიანი სახლი არის. რა ვიცი, $5 მილიონზე ძვირიანი სახლი თუ მიაგნეს, სადმე მაგათმა არ ვიცი, წავედით. Cybertruck-ი და Rolls-Royce-მა ჩაიარა. Rolls-Royce და Cybertruck-ი იყო. ვირჩორდება რა. აი ეგერ მიდის ურუს. რაც იყო ჩამოწერილი, დავაი. მიდი დაიწყე, მე ზეპიად მახსოვს. 32,000. 53, ხო? 53,000. ბრილიანტის ხელსაბამი. City Mall-ში. მანქანები რა თქმა უნდა იარეს ახლა. City Mall-ში. არა, ერთ ლოკაციაზე იყო. ერთ ლოკაციაზე. ანსაცმელი? $1,600 დავაფიქსირე მე.
ეს მოუჯოგრეთ იმის. რა 42000-იანი. 42. მაღაზიაში 1000-იანი ლასტი არისო და რუსთაველზე აი საბოლოოდ კი შედეგები ასეთია. ტექნიკა ბენის და გაბუს გამარჯვებით დასრულდა. უძრავი ქონება ერთი ქულა ჩვენ, მანქანაც ჩვენ ჩაგვეთვალა, ტასაცმელი გაბუს და ბენის უპირატესობა იყო და აქსესუარში კი ჩვენ დავჯავნეთ. საბოლოოდ კი 3-2 დასრულდა ჩვენი გამარჯვებით. მადლობა ბიჭებო მონაწილეობისთვის. გაიხარა. გამოიწერეთ ჩემი არხი 100.000-ზე, ავიდეთ რაც შეიძლება მალე, ჩემის მხრივ კონტენტს არ მოგაკლებთ აუცილებლად უფრო მეც ვიფიქრებ. რა თქმა უნდა, აბა, გაგვაჯმე. გაიხარეთ. აბა თქვენიცი წარმატებებს გისურვებთ საკუთარ თავზე, წარმატებებს უსურვებთ ბიჭებსაც წარმატებებს უსურვებთ საკუთარ გზაზე და საერთოდ ყველა წარმატებებს უსურვებთ საკუთარ გზაზე. ვა.